დედისადმი სიყვარული. გამოშვების ბოლოს სპორტი საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ორ მატჩიან პლეი-ოფში თურქეთს საერთო ანგარიშით 17-16 ძლიერს და 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. სტამბულში გამართულ მატჩს გულშემატკივრებთან ერთად ლევან ყიფიანი ესწრებოდა. იმ განვითარებისთვის რაც უნდა მოყვეს შემდგომში წყალბურთს ქვეყანაში, რომელსაც სტანდარტული აუზი არ აქვს და გუნდი 12 საუკეთესო ევროპულ გუნდში მოხვდება, მე მგონი ეს სასწაულის თოლფასია. ამიტომ ამას გაგრძელება აუცილებლად მოყვება. ჩვენ ველოდებოდით რა თქმა უნდა ამ დაძაბულობას, იმიტომ რომ თურქეთში თამაშობ გასვლაზე ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნებოდა, დარწმუნებულები ვიყავით თამაში, მაგრამ რა ვიცი, ჩვენი ჟინით და ბრძოლის უნარიანობით ბოლომდე გავიტანეთ ეს და შედეგს მივაღწიეთ. კანონზომიერი, რადგან მთელი ჩვენი ძალისხმევა ამ წლების განმავლობაში ბიჭების ესეთი მონდომება ხო საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებდა ნაკობს ხო და ეს მოხდა ის რაც უნდა მოხდარიყო.